Sanoit მეგობრებო, Tesla ყავს მდგომარეობას განახებთ და გათვალიერებინებთ. ეს დაზიანებით იყო. კრილო აქვს შეცვლილი, ბამპერი. ესეთი ნამუშევარი აქვს. ბეთონოკეს. აქაც ესეთი გასმის გდროს ეტყობა რაღაცა ქონდა ესეთი დაზიანება აქვს, რამდენად ჩასა ეს ჩავარდნილი ადგილი, ამ ადგილას. აქაც ხარებთლიანად მოგიწევს შეღება, ესაც გვაქვს დასაშლელი, რომ ბოლომდე ჩავიდეთ და ლაკით. ამიტომ აქ ისია კატაჩილებული, რომ გინდა არ გინდა ეს კიბერ ვარ დაგვიტოვოს და თავს ბოლომდე ჩავიდეთ, მაგრამ ეს კინა რომ ამოწეულია, იქიდან გამომდინარე ამას ვერ გვასწორეთ ბოლომდე და გვიწევს ამზე დაუპლატნდელის შეცვლაც. მოხსნას რაც შეეხება აქეთ ამ ხარესაც, ესეთი დაზიანება აქეთას თვითონ კრილოსაც, იქნება ალბათ ჩაქუჩი ჩასარტყმელი და მერე დასაუთოებელი, აქაც კანტით არა თანაბრად მოყვება, ანუ ეს ტაივანის კრილოები და თვითონ Tesla-ც ეს პრობლემა აქვს, როგორც ხედავთ. ეგრე აქ ამ კრილოს პრობლემა და დანარჩენი კიდე რაც შეეხება ადრე ისე იყო რომ ეს ფერი რაც ესხა არა შავი ეს ფერი რომელსაც ესხა ამაზე შეგეძლო თავისუფლად წმინდად გადაგეშკურკა და სველისოზე შეგეღება არანაირი პრობლემა არ ქონდა მაგრამ ეხლა ამ ეტაპზე უკვე ძალიან ცუდად აკეთებენ პირველი შემთხვევა არა კიდე რომელიმე მოდელზეც ქონდა ესეთი რაღაცა და ტაკუმაზეც ქონდა ანალოგიური პრობლემა რომელიც ფაქტიურად არ ექვემდებარებოდა და მოგვიწია ამ ზედაპირის მთლიანად სულ მოხსნა გასუფთავება. ეს რაღაცებში რომ მოკლედ არ წმინდავენ რა პირდაპირ ასხავენ ზემოდან და რა ვიცი. ხარისხს აღარ აქცევს ყურადღებას. იქაც პავარდნიკთანაც კრილო მაგარი გაუბედურებულია მოკლედ რა შუქზე და რაც თავიწყე შემოწება ხელში სიმდენად არ ეგზნებოდა მაგრამ ეხლა რასაც უყურებ სოა ესე ტალღებშია რა აქეთ მხარეს რა მოხმარებნა კი მითხა რომ მინდა რომ პატრიბორ შეღებო ანუ რაც ქარხონზომებში ის მაგრამ აქ ფაქტიურად დასაშპაკლია როგორც ხედავთ აქაც ანალოგიური პრობლემა აქვს ასე რომ პატრიბორ სამწუხაროდ არ გამოა, იმიტომ რომ ალაგ-ალაგ შეიძლება და თქვა ეს მონაკვეთი დაშპაკლული იყო, აქ დაგრუნტული იყო და მე აქეთ მხარე უკვე სველისოზე შეგვიღება, მაგრამ ამ შემთხვევაში აქაც დაზიანება, ამ კანძეს დაზიანება ალაგ-ალაგ დაიგრუნტოს არ გამოა, უკვე მოგვიწევს გინდა არ გინდა მთლიანად დაგრუნტო. ბამპერსაც რაც შეეხება გასაკეთებელი გვაქვს. აქეთ მხარე არა, აქეთ მხარე ნორმალურად აქეთ მხარე აქვს დაბრეცილი. აი აქედან აქამდე აქ ესე ჩავარდნილი რა. ესე გასაკეთებელი ახლა დაშლის ჩვენი გიორ გაველოდებით გიორს დაგუშილის და მე ამ ყველაფერს გადავიდა თუ ყედა შეტყობა კიდევაც. ამას გადავიდათ ჩვენ მახათელასთან გასაკეთებლა და დანარჩენს კიდე მიუყვებით გავაკეთებთ და კარნიზის ანალოგიურ მდგომარეობაშია. კარნიზზე აქ გვიწევს ქვემოდან ბეშუმი და მე უკვე საღებავ. პერეხოძე ვცდილობ რომ ნაჭერში, მაგრამ ყველა ვარს გვეუბნება ნაჭერში. შეზავებაზე გვიწევს ალბათ სავარაუდოდ პერეხოთი, აი ვნახოთ როგორ გამოვა ეს ყველაფერი. დანარჩენს გადავიღებ ეტაპობრივად და განახებთ. ჩაო მეგობრებო. მოკლედ მეგობრებო, შევფუთეთ ეს ყველაფერი. ეს ადგილები დავშკურკეთ, ეს გასმის დროს საკაც ქონდა ესეთი პატარა პრობლემა, კი განახეთ კამერაში, ესაც მოაგვარეთ, ასე რომ თქვა და ერთი პატარა წერტილი აქვს. იმდენად არა ჩანს, მაგრამ აი ესეთი პატარა წერტილი აქვს აი ამ ადგილას. აქეთ მხარე. მოკლედ აქეთ მხარეს იმდენად არა ჩანს, ახლა რომ დავშპაკლო და დავგრუნდოთ მოუწევს აქ. სხვაობა და აქ ხელს აღარ ვადებთ. აქამდე მოვედით, აქეთ ეს გაფუჭებული იყო, აქაც მოაგვარეთ, ეს ადგილებიც გავასუფთავეთ. რაც შეეხება ესენიც მივყვებით ხამებსაც ბოლომდე გავასუფთავეთ წმინდა შკურკით.
რაც შეეხება იმ ნასწორებებს, მოკლედ აქეთ მხარე აჯიჯგნილია, ანუ ბოლომდე ვერაა გასწორებული, то სტოიკაცო ძლიერი ადგილია ვერ მოყვა და როგორც ხედავთ, ამორტყმულებია ვიბივალკი და თლად ბოლომდე ვერა ეს ადგილები მაინც აქცეული აქ, ეს ადგილებიც აქცეული აქ, ეს ადგილებიც გვალათ ეტყობა კიდევაც. ეს ბოლომდე არაა წამოწეული, როგორც უნდა იყოს წამოწეული რა. მოკლედ ამ ყველაფერს ახლა კიდე დავამუშავებთ, დავშპაკლავთ ებოქსტური შპაკლი და მე უკვე მივყვებით ეტაპობრივად ნელ-ნელა წინ. და რა თქმა უნდა, წინა კრილოც განახეთ მის მდგომარეობა, წინა კრილოსაც დავამუშავებთ, ხა მივამაგრებთ სტენდზე და ანალოგიური პროცედურები ჩაუტარდება წინა კრილოსაც. მეგობრებო, აი ეს ვამუშავებთ ტესლას. აქ როგორც ხედავთ, დაიმატა შპაკლის საკმაოდ, რომ ფორმა დახოცილიყო მაქსიმალურად. ცოტა ძლიერი ადგილია ის სტოიკი და გამორტყვის მომენტში არ მოყვება ხოლმე და მაგიტო უწევს ხოლმე ამდენი შპაკლის წასვლა რომ ფორმაში ჩაჭდეს და გამოვიყვანოთ მკვეთრად მისი კანტები და რაც შეეხება ქვედა კარნისაც განახევთ, კარნიზიც აი ესე დაიმატა. შპაკლი აქაც, ანალოგიური აქაც. ანუ კარნიზი ბოლიმენი გამოვიდა რა და რაც შეეხება ამ კრილოს, აქაც აქ დაიმატა აი ამ ადგილებში. ზოგს გონია რომ ახალი კრილოა და არაფერი არ ნამდვილ შტამპოვკის მომენტში როცა ბეჭდავ თვითონ ქარხანა აი ამ ადგილებში არის რომ ესეთ პრობლემები რჩება ხოლმე რა ეს იდეალურ კრილოს ვერ ნახავთ ვერანაირად იმიტომ კი ნახეთ რაც კი მანქანა ყავს გაკეთებულია გინაც ახალ მოდელებზე გინაც ძველ მოდელებზე არა მარტო ტესლებზე აი ეს პრობლემები აქვს ყველა აი კრილოებს რა ტაივანს ვეძახიან ზოგი რას ეძახიან ზოგი არის რომ შავია ზოგი არის ესეთი ფერია მაგრამ დაშპაკად დამუშავება მე ყველა ვარიანტში ჭირდება ხოლმე რა ეხლა ამ ადგილას კიდე დასამატებელი გვაქვს აქაც დასამატებელი გვაქვს აი ამ ადგილას აქ აღარ დავამატებთ თვითონ ბამპერთან სხვაობა რო აღარ მივიღოთ აქ მოგვიწევს დამატება და აი ამ ადგილას მიწევს კიდე დამატება, ამიტომ კანტი ხო ნახეთ ვიდეოშიც არ მოყვებოდა თქვა რა, სწორად დაბრეცილივით იყო. აი ამ ადგილასაც მომიწევს დაშპაკლა. ამებს ხა დავშპაკლავ, ფაქტიურად გავედით ბოლოში და ამაზად კიდე ხა სუფთაპირი კიდე წამოვა რომ მაქსიმალურად დაიხვეწოს, სადაც წამაღლებულია მაგ ადგილებს იყოს შაქუჩით ჩავაგაკუნებთ და საბოლოო შედეგზეც უკვე სანამ დაუბრუნდავ შევეცდები გადავეულ განახოთ, იმიტომ ბამპერსაც ველოდებით, ბამპერიც ხელოსანთან აყავს, ბამპერიც ტაივანია, მაგრამ დაბრეცილია. კარგს ვერ ნახავთ, იმიტომ რომ ჩამოდის ერთმანეთზე ყრიან და თვითონ ესეთი თხელია, რომ ამ სიცხისგან то იბრიცება, то უარდება, то დეფორმაციას იღებს, მაგიტო ჭირდება მერე საბოლოოდ კიდე რომ დამუშავდეს და გამოვიდეს იდეალური რა. მოკლედ ჯერჯერობით ამ ეტაპზე ვართ, დანარჩენს კიდე გადავიღებთ, განახებთ როგორ მივიწევით წინ. მეგობრებო, როგორც ხედავთ, დამუშავდა და დამზადდა უკვე ბოლო ეტაპი მაგ დარჩენილი. ანუ ბლესკს მოხსიან პატარა ზაუსენცები, რაც ამ ყველაფერს შევასწორებთ. დავაჰაერებთ, გავწმინდავთ ამ სულ ყველაფერს და დავგრუნდავთ. აი ესეც ეს მზათა გვაქვს სულ ყველაფერი. გასაწმინდა ბოლო ეტაპი გვაქვს, უბრალოდ ჩამოსარტყავი რო იტყვიან, შხურკით, წმინდა შხურკით. ესაც აი ესე გამოვიდა. მაგიტო იყო გასასწორებელი, იმიტომ ამაზე ბევრად უფრო მასიურად წავიდო და შპაკლი, რომელიც აი ამ კანს რასაც ხედავთ, აი აქ სლოის მისცემდა და ძალიან თუდად დაემჩნევა და მაქსიმალურად გასწორდა. ეს უფრო ბევრად უკეთესად შეიძლებოდა ამის გასწორება. რო არ ქონოდა აი ეს ლაყუჩი, როგორც ხედავთ, აქედან გამომდინარე, ეს რო აქ იქეთკენ ვერ მიუდგა, იმიტომ რომ ქუდი აქ შლაპაა გაკეთებული და აქეთ ამ მხარეს ვეღარ უდგები, იმიტომ აქეთანაც ფენა აქვს თავისი, რომელიც არ უშვებს მუშაობას, ანუ აქეთ ამ მხარე რო გამოჭიმა, გაასწორა მაქსიმალურად, როგორც შეიძლებოდა, იმიტომ რომ აი ეს ადგილები, როგორც ხედავთ, აი ეს და აი ეს, ანუ მოჭიმული აქვს რა და მაქსიმალურად როგორც შეიძლებოდა გაასწორა და აი ესეთი შედეგი მივიღეთ შპაკლით, ფაქტიურად ორჯერ მაქვს წასმული, 1 და 2, როგორც ხედავთ, ესე ფენა როგორც ხედავთ. აქეთ მხარე ესე გასწორდა ჯიგრულად. რაცაც ქვია მეორე მხარესაც ანალოგიური პრობლემა ქონდა, აქაც აი ესე გასწორდა. აქაც უკვე შპაკლით დავხვეწე თავისი კანტებით ყველაფრით. ეხლა სულ ყველაფერს გავასუფთავებ, დავგრუნდავთ. ანალოგიურად კრილოზეც აი ეს დეფექტები ქონდა, აი კანტის დეფექტი ქონდა, აქ ჩავარდნელი ქონდა. აქაც ანალოგიურად მე შტამპოვკაა რა. მეგობრებო, აი ეს ადგილიც როა, ქონდა ეს ჩავარდნელი აი ეს ადგილი, ანუ შტამპოვკის ადგილია, რომელიც უბრალოდ ქარხანა ბეჭდავს, ხვდებით, აქ ისეთ რაღაცას უყურადღებას აღარ აქცევენ. ბევრს გონია რომ ახალია და
უბრალოდ გადაშკუყე გადაასიხა წარმოიდგინეთ აი ეს წინ რო არ გამეკეთებინა გადამესხა საღებავი წარმოიდგინეთ რა შედეგს მივიღებდით ეხლა ხო ხედავთ როგორი დაშპაკული როგორი დამზადებულია ამ ყველაფერს რო შევღებავთ მე რა თქმა უნდა ბოლო ეტაპსაც გადავიღებ ღუმელში და ვნახავთ რას მივიღებთ აი მდგომარეობა აქვს ეს ეხლა ამ დანარჩენს გავასუფთავებ დავაჰაერებ შევაზავებთ გრუნტს და რა თქმა უნდა ამ ყველაფერს დავგრუნტავთ მე უკვე საღებავზე გავალთ მანამდე ზედ იქნება ეს გრუნტის შეშრება და ზემოვა მე ეს ყველაფერი ჩამოიშკურკება და შეიღებება რა ნუ უკვე იქეთკენ უკვე საინტერესო აღარაფერი აღარა სტანდარტულად გაიშკურკა შევიდა შეიფუთა და შეიღება დანარჩენს ხო გადავიღებ კამერაში და საბოლოო შედეგსაც ერთად ვნახავთ ჩემო მეგობრებო ნუ რა თქმა უნდა ისევ და ისევ აი ეს შეღების თემაზე რაც შეეხება და ამ ფერის თემაზე ვნახოთ კოლორისტთან მივალთ ნახოთ რაც გეტყვიან ვინ აიღებს პასუხისმგებლობას რომ ნაჭერში გაგვიკეთონ ფერი ფერს თუ ნაჭერში გაგვიკეთებენ და რასაც მოგცევენ თავის ტესტით ანალოგიურსაც დავსვავ აი აქ მაგრამ თუ ტესტზე ვერ დაგვისვავენ ფაქტიურად მე ვერაფერს ვერ ვისავ მე რა ჩემეძდონ გავასწორე ფორმა მივეცი დავხვეწე რავი ეს საქმე რაც მე მეხება ყველაფერი გავაკეთე და კოლორისტიც ნახოთ როგორ ივაშკაცებს ფერში დანარჩენს კიდე უკვე მივყვებით ჩვენ ჩემო მეგობრებო ესე იგი მეგობრებო შემოვიყვანეთ შევფუთეთ დავამზადეთ ყველაფერი რაც შესაძლებელი გვაქვს ზედ სტოიკაც აქ ქვემოთ როგორც ხედავთ ქახლანთად ბეშუმი მოდის კანტიც გამოვიყვანეთ ბეშუმის დავასდით სისტორეზე და ეხლა რა თქმა უნდა დავიწყებთ გამივყვებით ეტაპებს როგორც არის ებოქსტორი გრუნტი წავა მე თავისი პადლოშკა წავა საღებავის და მე რა თქმა უნდა უკვე წავა საღებავი და საბოლოო შედეგსაც გადავიღებ და განახებთ ჩემო მეგობრებო აქ მეგობრებო შევიდე დავათვალიეროთ ნახოთ შედეგი ეს ჩვენი ბამპერი ეს მდგომარეობა ყველას გახსოვთ ფაქტიურად შპაკნილი გამოვიყვანეთ იმდენ დეფორმირებული იყო აი ეს იდეალურად გამოვიდა თავის კანტით თავის ყველაფრით ანალოგიურადაც აქეთა მხარე ესეც ანალოგიურად გამოვიდა ნუ კრილოს მდგომარეობა ყველას გახსოვთ აქ დაიშპაკნა აქ ქონდა დეფექტი და აქეთა მხარეს ქონდა დეფექტი აქ ქონდა დეფექტი და ზედა კანტის ქონდა დეფექტი აი გამოვიდა იდეალური მოკლედ გამოვიდა იდეალური ესეც ეს კანტიც იდეალურად ეს ხופი აქ არის ეს და ზედა სტოიკაც ეს თავის კანტს ესე იმეორებს მე აქ იკარგება და აქ ისევ იმეორებს ესე ჩემო მეგობრებო დასრულდა ყველაფერი იდეალურად, ფერიც ესე დავსვით. ესე დავსვით ფერი. ნაჭერში და ეს ყველაფერი გაშრება და ხვალე უკვე აიწყობა. რაც ქვემოთაც რაც შეეხება, ქვემოთაც ესე იდეალურად. გემრიელად დავასხი თავის ბეშუმით, თავის ყველაფრით და ქვედა მხარეთ მზად არის. ეხლა შროობა გვაქვს ჩართული. ხვალისთვის მზად იქნება და ამ ყველაფერს ავაწყობ და აწყობილსაც გადავიღებთ განახეთ. აი აწყო მორჩა ნომერი როგორც მითხარი არ დავაყენეთ. გეოლდებით შენ ნომერიც დავაყენოთ. აი ეს ადგილები კი გახსოვს რო არ გინდოდა აი დაიშპაკლა გასწორდა იდეალურად. აქაც ანალოგიურად ეს კრილოც ანალოგიურად გასწორდა და აიშპაკლა იდეალურად ქვედა მხარეც და აი ეს რას არკეც აწყო ყველაფერი აწყო მაგლიჩო მოკლედ რა აპირას ჩაგიგრებ და უბრალოდ მაგბის რო ჩააურიცხო რა თუ გინდა რომ ხოლმე ჩააურიცხო